ჩემი დღევანდელი მოხსენების თემა ქრისტიანობის არსი, ქრისტიანობა როგორც ღირებულებითი საზომი. ეს ამ ლექციას მე კითხულობდი შემაჯამებულ შეხვედრაზე, მაგრამ საკითხის თავისებურებიდან გამომდინარე აუცილებელი ადგილები. თუმცა დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე იმაზე, რაც უკვე ვისაუბრეთ. რაღაცა თითქოს და უნდა გავიმეოროთ კიდევაც და შევაჯამოთ კიდევაც, აი ამას ითვალისწინებს ჩემი დღევანდელი მოხსენება. ხა თეოლოგი, ერთი ასეთი თეოლოგი იყო კარლ რანერი, ის წერდა, რომ მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ 60 ან თუნდაც 80% იმ წარმოდგენებისა და წარმოდგენებით ღმერთთან დაკავშირებით გვაქვს მართებული არ არისო. თავისთავად ის თავისი შეხედულებიდან, თავისი საზომიდან საუბრობდა და გულისხმობდა ადამიანურ შეხედულებებს და მას აბსოლუტურად ვეთანხმებით. თუ კი გავიხსენებთ ბასილი დიდის სიტყვებს, რომელიც გვეუბნება, რომ თუ მილით იდიდებოდეს ღმერთი, თუ მილით იდიდებოდეს ყოველ მიუღწეველი, ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე გამოთქვას, ვინ არის ღმერთი. ყველაზე დიდი, ყველაზე მიუწვდომელი, ყველაზე სრული გამოცხადება, რაც კაცობრიობას აქვს ისაგან, ეს არის იესო ქრისტეში, რომელიც სწავლებით სახით ასე ჩამოაყალიბა მისმა მოციქულმა, რომ ღმერთი არის სიყვარული. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენი შეხედულებები ქრისტიანობის არსი რა არის, ანუ რა მოგვიტანას, ფუნდამენტალური რა არის. აი წინა შეხვედრაზე საუბრობდით, რომ თავარი საკითხის დაყენებას უნდა მივეჩვენოთ რაღაცა, თავარი უნახოთ რა გააკეთა, თავარი რა მოიტანა იესო ნაზარეველმა და ამით განსაზღვროთ რა არის ქრისტიანობის არსი. ხა რითი არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ეს მნიშვნელოვანი იმით კი არ არის, რომ ღმერთი ცვლის დამოკიდებულებას ადამიანთან. ღმერთი არასდროს არაფერს არ ცვლის. ღმერთი თუ რაღაცას ცვლის, რაღაცა ვერ გაუთვლია, თუ რაღაცა ვერ გაუთვლია, რაღაცა არ ცოდნია, თუ რაღაცა არ ცოდნია, ღმერთი არ გამოდის. ადამიანი ცვლის თავის დამოკიდებულებებს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს მართებული დამოკიდებულება ღმერთთან. მართებული ცოდნა ჰქონდეს ღმერთის. ანუ ჰქონდეს არა ღმერთზე წარმოდგენები, არამედ მართებული ცოდნა ღმერთის შესახებ. აი, ბიბლიაში ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი მომენტი, ერთი ასეთი ადგილი, როდესაც ძველი ათონის ეკლესია დაარსდება და ინსტიტუციონალურად დაარსდება ამას გულისხმობ. სამუდამოდ ასე გამოიყოფა ღვთისმსახურების ტიპიკონი გაიწერება და ასე შემდგომ. პირველი მსახურება, რომელიც იქნება, ამ მსახურებაზე მოხდება ასეთი რაღაცა. პირველი მღვდლები აარონის ორი შვილი, მოკლედ როცა დეტალი იყო, დაიწყებენ კმევას. და წმინდა წერილში წერია, რომ უცხო ცეცხლი შეიტანეს საკურთხეველთან. და ღვთისმსახურის სხვა არ ეხსნო. საკურთხეველიდან გარდა მოვიდა ცეცხლი და დაწვა ეს ორი მღვდელი. ახლა რატომ ამბობს? ეს უცხო ცეცხლი რა არის? ახლა ნაწილი ფიქრობს უცხო ცეცხლი ნიშნავს ასეთ, აი სანამ ესენი აღარ სრულებდნენ იმას კმევას წინა დღით, მღვდელმთავარს უნდა შეეწირა პირველი მსხვერპლი ინსტიტუციონალურად დაარსებულ ძველი ათონის ეკლესიაში და საკურთხევლისკენ რომ მიდიოდა, მისვლა ვერ მოასწრო, ის ესეციდან გარდა მოვიდა ცეცხლი და დაწვა ეს მსხვერპლი. აი ესეთი სივრცესლის გადამოსვლის ერთი ნიშანი ბიბლიაში აყვარა. მარტო ეს არ არის, ბევრი ნიშანია, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანი ესეთი სივრცესლის აქ გვაქვს. და შემდგომ ტიპიკონი ასე ითვალისწინებდა დილას საგამოსხმო შეწირვები იყო დღის განმავლობაში ბევრი მსხვერპლი იწირებოდა. აი აქედან, აი ამ ცეცხლიდან უნდა აგეღო, ეს უნდა შეენახათ მოკლედ ან ნაღვერდალის სახით ან კანდელში და ყოველი მეორე დღეს ცეცხლი უნდა დანთებულიყო, აი ამ ცეცხლიდან უნდა აღებულიყო და ასე დამწვარიყო დილის და საგამოსხმოები და სხვადასხვა შესაძლებლობები და უცხო ცეცხლში ფიქრობენ, რომ აი ამ მღვდლებმა ეს ცეცხლი ანთეს სხვაგან, ანუ სხვა ცეცხლი შეიტანეს და უფლისის სხვა ამიტომ გადმოვიდა მათზე, მაგრამ არის მეორე გააზრება უცხო ცეცხლისა, რომელიც უფრო ფუნდამენტალურ და მნიშვნელოვან დეტალზე მიგვითითებს. როგორ არის ის მეგობრებო, აი
ბიბლიაში სულ ორჯერ არის საკურთხეველიდან ცეცხლის გადამოსვლის შესახებ საუბარი და მეორე შემთხვევა როცა იქ ნათქვამია რომ ამ ცეცხლმა ეს უღირსებულება მთლიანად დაწყო. მაგრამ აი აქ პირველ შემთხვევაში ეს გლები დაიწვენ, მაგრამ ტანისამოსი არ იწვება. ტანისამოსი მთელი. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, აქ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი სულაც არ იყოს მატერიალურ ცეცხლზე, არამედ ეს იყოს სულიერი ცეცხლი, ხო? რაზე აქვს საუბარი ბიბლიას? ბიბლიას საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ცეცხლი ნიშნავს უცხოანთებულობას, ყალბმხურვალებას, რომელიც შევიდა საკურთხეველში. ეს არ მიიღო ღმერთმა. აი, გავიხსენოთ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ კაინი და აბელი წიდავს სხვებს, ხო? კაინის ხვეპლი არ მიიღო ღმერთმა, აბელის მიიღო და გავუსვით მაშინ ესეთი შეკითხვა. რომ ხო იცოდა ღმერთმა, რომ კაინი შეშურდებოდა, მე აბელს მოკლავდა და ასე შემდგომ მიიღო ბარიღამ კაინის ხვეპლს და კაინის შურის მიზეზი არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ თქვით, რომ ღმერთს კაინის ხვეპლს მიიღო, მაშინ უფრო დიდი ბოროტებას მიეცემოდა გასახანი ქვეყანაზე და თავისთავში იგულისხმებოდა, რომ როგორც მინდა ემსახურე ღმერთს. არა, აქ ამას ნიშნობა ღმერთმა თქვა, რომ მსახურება, მართებული მსახურება არის მხოლოდ ერთი სახის. აქაც იგივეა. უცხოანთებულობა არ მიიღო ღმერთმა. ყალბიანთებულობა არ მიიღო, ცრუ ალმოდებულობა, ცრუ მხურვალება არ მიიღო ღმერთმა. და ეს უარყო. ზუსტად იგივე რამე ხდება, როდესაც მაცხოვარი მოდის და ეს ანთებული ფარისევლები და ანთებული სადუკევლები დღე და ღამე რო ღმერთზე ლაპარაკობენ, დღე და ღამე მესიის მოსვლაზე ლაპარაკობენ. აი შეწუხებული არიან იმის გარშემო ვიძგანან, აი თვინი აქვს წაღებული მართლა და არ მიიღო ქრისტემ არცეთი გარდა იმისა, რომელიც მოვიდა და მასთან საღამოს ილაპარაკა და თქვა, რომ აშკარად რაღაც მეტია სანახავი და შევაკეთებთ. ნუ არ ცხოვრ მოთხა ხომ მეორე თუ არ იშვები, ანუ შენში თუ არ იქნება ახალი ცეცხლი თუ არ დაინთება, ახალი მხურვალება არ შემოვა, ამ ყალბი მხურვალებით ჩემთან ვერ გაცლით, ჩემთან ვერ მოხვალ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანობის არსის განსაზღვრა, რა არის მართებულობა მაშინ, რომ აი ეს ყალბი ანთებულობით და ყალბი მხურვალებით რაღაც ილუზიაში არ ვიყოთ და რაღაცას ვემსახურებით და არ გვეკონოსო ქრისტიანობას სინამდვილეში განმტკიცებულ კონტექსტისგან მივდივართ. ახლა საოცარ რამეს ახლა აქედან გამომდინარე კიდე ერთი დეტალი უნდა ეთქვა, სანამ აი ჩამონათვალს შევეხებოდეთ და ქრისტიანობის არსის დეტალებს შევეხებოდეთ. აი სულ მახსენდება ხოლმე ბერდიევის ძალიან ჭკვიანური მიხვედრა, რომელიც საუბრობს ორთოდოქსიაზე და განასხვავებს ერთმანეთისაგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანობას. და ბერდიევის ხაზგასმით ამბობდა, რომ ყველა სახის ქრისტიანობისაგან განსხვავებით მართლმადიდებლობა ყველაზე ახლოს რჩებოდა მოციქულთა რწმენასთან და მოციქულთა ცხოვრებასთან. რატო ამბობს ამას, რომ აი ამ მოციქულ პავლესთან, ამ პირველ მოწამეებთან ერთად ყველა ჩვენ ქრისტეს მიერ ძმასთან ერთად მე უახლოვდები არა რაღაცა რელიგიურ მოძღვებას, არამედ იმას, ვინც განკაცდა. არა რაღაცა თეორიას, არა რაღაცა ამბავს, რომელიც დღევანდელ დღემდე ამოსვლიან, უშუალოდ იმას უკავშირდები. გახსოვთ, მე თავის დროზე გითხარით, რომ ევქარისტიაზე როცა ვსაუბრობდით, ხო? და შემდგომ იმაზე ვსაუბრობდით, რა ქვია, ასკეზაზე ვსაუბრობდით, იქ თქვით, რომ მართლმადიდებლობაში პროტესტანტიზმი ამ სუფრას იხსენებს, კათოლიციზმი იმეორებს, ხოლო მართლმადიდებლობა აგრძელებს. ხო? აგრძელებში და არის ფუნდამენტალური, ეს არ არის რაღაცა ისეთი ფილოსოფიური ნიშნის მოგება და რელიგიურად ანგაჟირებული ადამიანის მახვიკონიურული პასუხი. არა, ეს ბუნებიდან, ამ რელიგიური დამოკიდებულების ბუნებიდან ცხადდება. გახსოვთ მორისის გავიხსენოთ ლექცია კათოლიციზმთან დაკავშირებით, კათოლიკე დაშობა მადლი შემოქმედია, ხო თვითონ აკუმულირებს ამ იმას და თვითონ იმაშობა. არა, მართლმადიდებლობა ამბობს, არა, მე კი ავშვები იმას თავსივარ, იმ სუფრასებს ვარ. იმ გაშლის სუფრასთან ვარ, ის არ დასრულებულა. აი ჩვენთან ხო, როდესაც აღსარებას აბარებს სასულიერობებს, ხო? სასულიერობელი კი არ შეკიდებს. ის უბრალოდ ლოცვას კითხულობს, კი შეკიდებს თვითონ ქრისტე. მის წინაშე აბარებს აღსარებას. იმ დროზე და კათოლიციზმში ღვთაილის აქვს ეს სწავლობა, ღვთაილი შეკიდებს. ის გამოიმუშავებს ამას. ჩვენთან არა. აი ამას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას ბერდიევი, როდესაც
გვესაუბრება ქრისტიანობის აი ამ განსაზღვასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა შეინახა მართლმადიდებლობამ ისეთი, რომელმაც დამაკავშირა არა მარტო მოძღვრებასთან და სწავლებასთან, არამედ დამაკავშირა პიროვნებას და რომელიც საუკუნეების მიღმა მოვაწეობდა, მაგრამ დღეს ჩემი ცხოვრებით, აქ საუკუნეების შემდგომ ჩემი ცხოვრებით მე მაინც მასთან ვარ და ისევ მასთან ერთად დავდივარ. პირველ საუკუნეში ვარ, იმ სუფრასთან ვარ. იერუსალიმში ვარ და მის ჯვარს მას მიუყვები და მის აღდგომას ვიზიარებ იმავე სიხარულით, რა სიხარულითაც გაიზიარა ის თომა მოციქულმა. გახსოვთ კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, როცა თომას ეუბნება მაცხოვარი მიხილე და გწამს. ვინ არის ნეტარი? ვინც არ უხე, ვიზა საუბრობს, ჩვენზე საუბრობს. იქ გვაყენებს გესმით, იქ დგავართ და თომას უყურებთ. იქ დგავართ, პეტრესთან დგავართ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დგავართ და აი მართლმადიდებლობის ასე როცა ვსაუბრობ, ქრისტიანობის ასე ვსაუბრობ. აი ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წინა იმაზე ხარ, წინა ლექციაზე ვსაუბრობთ, რომ ქართულ ენაზე იქნება თუ არა. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ლიტურგიაზე ვდგავართ და ვართ ძალიან პასიურები ლოცვაზე, წილვაზე. ასე არ იყო. ჩართულები იყვნენ მთლიანად. ხო, ჩართულები მესმის, არა მივხვდი, ჩართულები იყვნენ მთლიანად. იქ უბრალოდ რაღაცა დრო კი არ გადიოდა, არა იმეორებდნენ, იმ გზას გადიოდნენ ქრისტეს საერთოდ ლიტურგიკულად გადიოდნენ ამ გზას გესმით და არ იყო ეს ის რა ქვია ცოტა გამომივიდეს ასე დამღრელი და ასე ის იყო ჩართული იყო გესმით იქ იყვნენ მეცაც გეტყვით ეს კანდელი კანკელი მაბადით კანკელი რომელიც ასე აღმართული ამხელა არ იყო დაბალი იყო რაღაც აქ ჩვენ კანკელს შევხედავთ ხო იმის იქით რაღაც სამყაროა ამის აქეთ რაღაც სამყარო ეგ სამღელება რო შეიკრება რაღაც სხვათასია და ერთი იყო მთელი ეკლესია ის ჩანდა მთლიანად ჩანდა ის მღვდელი რას აკეთებდა იქ აქედან ჩანდა ის მღვდელი რო ემზადებოდა ხელებს აღმართავდა მრევლისათვის ეს რაღაც დამფარო ჩუმად კი არ აკეთებდა რაღაცას მთლიანად იყო ჩართული იმაში პასუხობდა თვითონ ეს გუნდი რო იმაშობოდა გუნდი უბრალოდ ამ პასუხის რას იმაშობოდა იცი ორგანიზებას ახდენა თორე მთელი ტაძარი გალობდა ყველა ხვდებოდა იქ რა იკითხებოდა და რა იმაშობოდა ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხა იგივე ეს რა ქვია ბერდიაშვილი გავყვე რომელიც ამბობს რომ მართლმადიდებლობისათვის ორთოდოქსია აღმოსავლეთის ეკლესიისათვის ორთოდოქსია მართლმადიდებლობა არასდროს არ იყო მხოლოდ სწავლება არამედ იყო მართებული სულიერი ცხოვრება მისთვის ერესი არასდროს არ იყო მხოლოდ რაღაცა სწავლების დარღვევა ის ერესი აღიქვავდა როგორც არამართებული სულიერი ცხოვრების ქრისტიანობის არამართებული ხედვის პროდუქტს ამაში ძალიან დიდი აზრებს ეს მართლაც აღარ აზრია რატომ ამბობ ამას იმიტომ რომ თუ ერესების ისტორიას გადავხედავთ ერესების ისტორიაში რაც გულისხმობთ ხო არამართებული წარმოდგენა სამებასთან დაკავშირებით არამართებული წარმოდგენა იესო ქრისტესთან დაკავშირებით ხო ამათ უკან დგას საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური წარმომადგენლები, რომლებიც ამ ერეს ავრცელებდნენ. ძალიან დიდი ინტელექტუალები იყვნენ. მაგრამ ამ ინტელექტის მიღმა დგას არამართებული სულიერი ცხოვრება, რაც მათ ინტელექტს მიანდობდა და სულიერ ზრახვას, სულიერ გამჭრიახობას აკლებდა და ერესი მართლა იბადებოდა. ამიტომ ქრისტიანობა ამას უყურებდა სწორედ ამ კუთხით. ის მარტო ერესის გამავრცელებელი კი არ იყო, ის იყო მას ქრისტიანობის არსი არ ესმოდა, მას მთავარი რამე არ ესმოდა, მთავარ რამეს ვერ ხედავდა და ამიტომ მიდიოდა ერესამდე. ცნობილია მაგალითად ნესტორიანული ერესის მესამე მსოფლიო კრება, რასაც მიიღო. ნესტორი რო გადააყენეს, ცნობილია ნესტორისათვის მიწერილი წერილი, მთელი კონსტანტინოპოლი მიდიოდა. აი, ცრემლი დალტობილი წერილები მისდიოდა მეუფე ნესტორს, რომ ვერ დაგიცავითო მე ალექსანდრიელი მგელისაგან, კერილი ალექსანდრიელის და კერილას გულისხმობდნენ. რომ ისა რა ქვია, ვერ გაიგოთ, ვერ უბრალოდ აი თვითონ ფაქტი ის რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი გადააყენეს, რომ ამათვის იყო გაუგებარი და მიუღებელი. მაგრამ მე გამოჩნდა ნესტორის მთელი სიყალბე რასეყნობოდა. რომ მას უბრალოდ არ ესმოდა რა იყო ქრისტიანობა და რას თქვა იმას ვერ ითხოვდა. ამის თქვის უფლებას ვერ მისცემდა თავის თავს. ანუ მან უფრო მეტი თქვის უფლება მისცა ინტელექტს ვიდრე სულიერ ზრახვას. მართლაც მართლმადიდებლობას არ ქონია სქოლასტიკის თავისი ეპოქა, მან მხოლოდ პატრისტიკის ეპოქა გადაიტანა. სქოლასტიკა, რომელიც დასავლეთის ეკლესიისთვის იყო მახასიათებელი, დასავლეთისთვის იყო ზოგადად მახასიათებელი და მის ეკლესიაში შევიდა
ის მართლმადიდებლობას ყოველთვის ნაკლებ შემოქმედიანობაში, დანაშაულებდა და ნაკლებ ენერგიულობაში ისდევდა ბრალს. შეიძლება ეს ასეც იყო უფრო ორგანიზებული იყო და სწავლული მისია, ყოველთვის ჩამოყალიბებული ორდენები და ასე შემდგომ, მაგრამ პროდუქტიულობის თვალსაზრისით მართლმადიდებლობა სხვანაირად აქცევდა ყოველთვის ყურადღებას და იმასაც მართლმადიდებლობა აქცევდა ყურადღებას, აქ წარმატება დასავლეთს არასოდეს არ ქონია. მართლმადიდებლობა ყურადღებას აქცევდა არა სიფართოვეს მისი მისიისას, არამედ ხარისხს მისი მისიისას, მიეტანა ნამდვილი ქრისტე იქ, სადაც მიდიოდა და შესაბამისად ქრისტიანობა მართლმადიდებლობაში რაციონალიზებული არ ყოფილა, ის ყოველთვის იყო სულიერი და ის ყოველთვის ეკნებოდა რაღაცა გამოცხადებას, მადლის მოქმედებას, რომლისთვისაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია მართებული აზროვნება და მართებული დასვენების გაკეთება. ახლა ქრისტიანობის, აქედან გამომდინარე, თავარ ფუნდამენტალურ ქრისტიანულ თეზისებს რომ მივადგეთ, პირველი რაც სათქმელია, პირველად რასაც წარმოვადგენ თქვენ წინაშე გახლავთ, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ამბავი იმასთან დაკავშირებითაც სახარებაშია წარმოდგენილი, ოღონდ მოდით ახლა ცოტა გავუბედოთ იმისათვის, რომ ეს სიმართლე და ეს სიღრმე დავინახოთ, ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ ამბავს. ახლა წარმოიდგინეთ იესო ნაზარელი, რომელიც ბრძანებს ასეთ რაღაცას, რომ ნეტარიყვან ლახაკნის სულიდან, ნეტარიყვან დევნილი სიმართლისას, რომ ნეტარიყვან თქვენ რომელთაც შიოდე და წვოლდე და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი იესოს კი არა, იოანე ნათლისმცემელს თქვა. აი უბრალოდ რაც იესო ყოლაპარაკა, იგავი უწყებ შულზე. ეს მოეყოლა იოანე ნათლისმცემელს. აი მაგალითად იოანე ნათლისმცემელს ეთქვა, რომ მარჯვენაში რო გაგატყავე, მარცხენა მეუშვირე. რა იცვლებოდა სწავლებაში. რა იცვლება იმ მოძღვრებაში, რომელიც წარმოდგენილია წმინდა წერილის ფუძლებზე. ერთი შეხედვით, თუ ერთი და იგივე სიტყვები იქნებოდა, ერთი და იგივე ფრაზები იქნებოდა, ერთი შეხედვით არაფერი. მაგრამ ნახეთ როგორ გრძელდება თხრობა სახარებაში. მაცხოვარი მოდის თავისი სწავლებით, მაგრამ ამ სწავლების შემდეგ რა ხდება? ის კვდება, მსხვერპლს გაიხებს. იოანეს სიკვდილი და იესოს სიკვდილი განსხვავდება ერთმანეთისგან. იოანეს სიკვდილს არაფერი მოუტანია კაცობრიობისათვის, იესოს სიკვდილს კი მოაქვს. ამიტომ როდესაც ჩვენ ქრისტიანობის არსებს საუბრობთ, პირველი რასაც ვამბობთ, არის ის, რომ ქრისტიანობის არსი არის მსხვერპლი. მსხვერპლია ყველაზე მნიშვნელოვანი. არ ვამბობ სწავლება არ არის მნიშვნელოვანი მეთქი. ეს სწავლება არის ის, რამაც ეს მსხვერპლი უნდა მოიტანოს. არსებითად ქრისტიანობის არსი დგას მსხვერპლზე, რომელიც გაიყო იესო ნაზარელმა. თუ ჩვენ წმინდა წერილიდან იესო ნაზარელის პიროვნებას ამოვიღებთ, ყველაფერს დავტოვებთ, აბსოლუტურად ყველაფერს დავტოვებთ, მაგრამ მის საქმიანობას და რასთავარია მის ჯვარცმას, მის ისტორიულ პიროვნებას ამოვიღებთ. ქრისტიანობიდან არ დაგვრჩება აბსოლუტურად არაფერი. ეწეროს იქ ხანეტარება, ეწეროს იქ მარჯვენა ლოყა და მარცხენა ლოყა და ეწეროს იქ უწყებ შულზე, რაც კიდე ისე იგავი იწეროს. მასთან შემოხოლოდ შემეცნებითი ფუნქცია. ყველაზე მთავარი, რაც ამის შემდეგ, აი ატომარის მაცხოვარი მოვიდა, მოუწა სწავლება და ამაღლებულიყო. რატო კვდება? რატო ეს მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე ვისაუბროთ უკვე, ხო? ამიტომაც როდესაც ქრისტიანობის არსებს საუბრობთ, მისი ყველაზე ფუნდამენტალური განსაზღვრელი გახლავთ იესო ქრისტეს მოწამეობა, იესო ქრისტეს გამოხსენებითი სიკვდილი ჯვარზე. უამისოდ ქრისტიანობა არ არსებობს. აი ახლა თუ ხდება გასაგები, აი ახლა მიაქციეთ ყურადღება, თუ ხდება გასაგები, რატომ ებრძოდა ათეიზმი? არა იმდენად იმას, რაც თქვა იესო, რამდენადაც იმას ისტორიული იყო თუ არა იესო ქრისტეს პიროვნება. თუ ათეიზმი ამას მიაღწევდა, თუ ათეიზმი ამას შეძლებდა, რომ იესო ქრისტეს ისტორიულობა კითხვის ნიშნებს დაეყენებინა, ის მთელ ქრისტიანობას სპორტავით. მას არ ქონდა პრობლემა იმ ზნეობრივ სწავლებებთან დაკავშირებით და ბევრი ათეისტი იყო, რომელიც ამას იმეორებდა კიდევაც. ამ სწავლებასთან კი არ იყო პრობლემა, იესო ქრისტეს პიროვნებასთან აქვს პრობლემა, გესმით? პრობლემა მათთვის არის იესო ნაზარელი. ამიტომაც ცდილობდნენ ის ისტორიულობა დაეყენებინათ ჯერ ეჭქვეშ და შემდეგ ეტკიცებინათ, რომ ასეთი პიროვნება არ არსებობდა.
თავს თავაცხადებებს ვერაფერი მოახერხეს, მაგრამ მიზანი ეს იყო, ზუსტად ფიქრობდნენ, ზუსტად იცოდნენ, რომ თუ კი იესო ქრისტეს პიროვნებას ისტორიიდან გაიყვანდნენ, მის ხალით აღარ დარჩებოდა ქრისტიანობიდან, არაფერს აღარ ათხოვებდნენ. ზუსტად იგივე მომენტია, ზუსტად იგივე მიზანია, როდესაც იესო ქრისტეს პიროვნების შესახებ სწავლება მახინჯდება. ერთია, რომ ის ისტორიული პიროვნების უარყოფას ცდილობ და მეორეა, როდესაც ამას ვერ ახერხებ, მაგრამ მეორე მხრიდან იწყება ხალხმავნებლობას, ცდილობ მისი ისტორიული პიროვნული ღვაწლი დაამახინჯოს, სხვანაირად წარმოაჩინოს, სხვანაირად განმარტო და ასე შემდეგ და ასე. ორივე ემსახურება ერთადერთ რამეს. რა არის ეს? რაც ვთქვით, ქრისტიანობის მოსმობა. მისი არსის ცვლილება, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლის დამახინჯება. ამიტომაც არის, თუ დავაკვირდებით, რატო იყვნენ მაგალითად პირველ მსოფლიო კრებაზე, ხო? ერთი ბგერის გამო, იუტა ერთი, ბეწულად იუტა, იმის ჩამატება, არ ჩამატების გამო წლებით დევნას და აღსარებლობას ითხოვდნენ მამები, რატო? ახლა ეს იუტა იქ ეწერება თუ არ ეწერება, ქრისტეს თანამსგავსი ეწოდება თუ მსგავს არსი ეწოდება, რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ხო? გამოვეკიდებით ასე ამ სიტყვებს, ხო? მაგალითად, როდესაც არიანული დავა დაიწყო, იმას რა ქვია, კონსტანტინე დიდი სანამ მოიწოდა კრებას მაინც კი არ ესმოდა ქართებოდა. ორივე დამნაშავეო ამბობდა ეპისკოპოსის და არიოზის, რომ ერთს არ უნდა ეკითხაო, მეორეს არ უნდა ეპასუხო. კონსტანტინეს ჰქონდა ერთადერთი სურვილი, არეულობა მოშენილიყო ალექსანდრე იყო ბეღერი იმისა, იმპერიის. და ახლა არეულობა იმპერიას არ ჭირდებოდა. და ეხოცებოდა თავის წერილში, რომ დამებრუნეთ რომ 7 ღამეები თქვენთან აღმოსავლეთში. და მე კონსტანტინეს უთხრეს ეს ასე ვერ დარჩება. რატო? იმიტომ აქ ერთი იუტას ჩასმაში კი არ იყო პრობლემა. ეს იუტა რასაც იწევდა იმაში იყო პრობლემა და რა იყო ეს? მართებული ან არამართებული წარმოადგენა დარჩენილიყო იესო ქრისტესთან დაკავშირებით. თუ არამართებული ის დარჩენოდა, მაშინ დამახინჯდებოდა, ისრებოდა მთელი ქრისტიანობა. ამას ეწირებოდნენ მამები. ამას ეწირებოდნენ აღსარებლები. ეს არ დაუთმო მაქსიმე აღსარებელმა, ეს არ დაუთმო სოფრონ იერუსალიმელმა, ეს არ დაუთმო კირილი ალექსანდრიელმა, დიდმამებმა, ეს არ დათმეს კაბადოკიელებმა, ეს არ დათმეს, იმიტომ რომ არამართებული სწავლება იესოსი, არამართებული სწავლება სამებაზე, ეს იქნებოდა დამახინჯება მთელი გამოცხადებისა და ეს იქნებოდა გაუქმება იმისა, რაც მოიტანა ღმერთმა ადამიანთან. მეორე, რომელიც ქრისტიანობის არსის განსაზღვრისათვის გვჭირდება, მეგობრებო, გახლავთ მისი ძირითადი დოქტრინა, მისი ძირითადი დოქტრინის გაუგებრობა. როდესაც ქრისტიანობა ამბობს, რომ ღმერთი არის ადამიანი, ღმერთი გახდა ადამიანი. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს ახლა როგორ არის, იცით, ჩვენ უბრალოდ ყური გვაქვს შეჩეული, ღმერთს მადლობა, რწმენა გვაქვს ამისი და ვიღებთ რა ამას, არ მახსოვს თქვენთან საუბრობდი თუ არა, ყოველშემთხვევაში ჩემს უდიდესს ამას სულ ვეუბნები, რომ გაშლილ სუფრაზე ხართ მოსული მეთქი რა. წარმოიდგინეთ როგორ ცხოვრა მე-4 საუკუნეში, მე-3 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ფორმირებას გადიოდა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, რამხელა სამთხეები და რამხელა სასტურები იქნებოდა. ხო, ახლა ძალიან დიდი კომფორტი გვაქვს, ხო, ვიცით, ბასილი ყავდა, გრიგოლი ყავდა, კირილე ყავდა, ამათი ნააზრები ვიცი და გაშლილი გვაქვს უფლა და დაუჯექი ამას და იმას აქენდა, ხო, არაფერი გაკისებ. იმას კი არა, რომ საციებელი არა გაქვთ, მაგრამ ძირითადი განსაზღვრელი არსი რაც არის ქრისტიანობისა, ეს ყველაფერი ამ მომენტში ძალიან ისე სერვისეულად განსაზღვრეს და რაღაც გამზადებული დაგვახვდეს, მაგრამ ადრე ეს ასე არ იყო. ადრე ძალიან დიდი გონიერება იყო საჭირო იმისათვის, რომ მიმხვდარიყავი რა იყო იქ მართებული და ამ გონიერებას ადამიანური ძალები არ ყოფილიყო და ჭირდებოდა უცებად მათი სულისა წვიდისა. და როდესაც საუბრობს ქრისტიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, ამით რაღაცა ისეთ ამბობს, ის რეზუმირებასაც პავლე მოციქული გააკეთოს, რომ ხადაკებთო ქრისტესა ჯვარცმულსა ხურიათა სასტურ და წარმართა სისულელე. ანუ ორი ნაწილად იყო ხო დაყოფილი სამყარო, ეს იყო ისრაელი, იუდაური სამყარო, რომელსაც გამოცხადებითი ჭეშმარიტება ჰქონდა და წარმართული სამყარო, ამერინული სამყარო, რომელიც წარმართულ იმაზე იდგა, ხო? ქრისტიანობაში დევს რაღაცა ისეთი ორივესთვის მიუღებელი. არც გამოცხადებით ჭეშმარიტება რო აქვს ის სამყარო იღებს ამას.
და არც წარმართული სამყარო, ანუ რაღაცა აქვს მას ისეთი თლიანად მთელი სამყაროსთვის მიუღებელი. მთელი სამყაროსთვის გაუგებარია. არა ამ ქვეყნიურია. ვერ ნახავთ ამ ქვეყნიურ სწავლებას რაღაცა მოდელს ფილოსოფიური მნიშვნელობისა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანობა ლოგიკურად მიიღოს. ალოგიკურია. არამიწიერია, ზიადამიანურია. ისეთი რაღაცა მოხდა, რომელსაც twin-ი აზროვნება ლოგიკა ვერ იტევს, რაც არ უნდა დიდი იყოს. ამიტომაც აი ბერძნებისათვის ყველაფერი ქვეყნად გამოიხატებოდა თვისებათა ერთობლიობით, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ხო? არსებობს ბუნება, არსებობს პიროვნება, არსებობს მოქმედება, ბუნება რა არის? თვისებათა ერთობლიობა არის, რომელიც ქმნის საგნის არსს, საგნის ბუნებას, მას გამოხატავს პიროვნება თავისი ენერგიებით, ანუ მოქმედებით, ხო? არისტოტელეს ფილოსოფია აბსოლუტურად გავრცელებული იყო, ყველასთვის იყო მისაღები, ყველასთვის იყო, რა ქვია, გააზრებული. და ამიტომ ყველა მიცოდა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ბუნება და უცებ მოდის მახარებელი და გეუბნება, რომ ღმერთს, რომელსაც აქვს თავისი ბუნება. ამ ბუნება მიიღო მეორე ბუნება კიდე. ორი ბუნება მოხდა ერთ პიროვნებაში. ამ ორი ბუნების გამომხატველი არის ერთი პიროვნება. და ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ეს აუხსნელია, ეს მიუღებელია. როგორ შეიძლება ეკაცოთ, მე მაგალითად მოგიტანეთ, ხო? სცენარის ბუნება რა არის, აი თვისებები რო ჩამოვთვალოთ, ხო? რომ ნიადაგიდან მას იღებს საქმიან ნივთიერებას, იღებს ფესვები გამოაქვს, ფესვიდან აწვევს ამ ნივთიერებას, ღეროს, ღერტოტი გამოაქვს, თოვლს, ფესვი, მასაკვე ფოთოლი, ფოთოლს, ყვავილს ნაყოფი, ხო? ეს არის სცენარის ბუნება, თვისებები რო შევეერთოთ, მივიღებთ სცენარს, მაგრამ როგორც კი ჩავამატებ ამაში დაფრინავს, სცენარი აღარ არის. ვეღარ ვიტყვით რომ ის სცენარი, რომ რაღაც ესეთი თვისება მივამატეთ ამას. სცენარის ბუნებას აღარ ახასიათებს, ამ თვისებებს აღარ ახასიათებს. აი ქრისტიანობა ამბობს, რომ სრულიად რეალურია, აი ასეთი რამ არსებობდეს, ღმერთი გახდეს ადამიანი. ეს ვერ მიიღო ერთ ერთმა სამყარო, ვერც იუდაურმა და ვერც წარმართობა. წარმართობა რატო ვერ მიიღო თქვით უკვე. წარმართობა ამიტომ ვერ მიიღო, რომ ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ბუნების სხვა, აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული ბუნების სხვადასხვა ერთად წარმოდგენილი. ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სცენარი დაფრინავს. ვინმე დამემტკიცებს ამას, ვინმე ვერ დამემტკიცებს. და აი რაღაც ასეთ დაუმტკიცებელი მტკიცებას იწყებს ქრისტიანობა. იუდაიზმი რატო ვერ მიიღებდა ამას? ვერ მიიღებდა, ვინაიდან იუდაიზმისთვის წარმოუდგენელია. მიხვდე და ღმერთს მოგიდო ხელი. კი შეიძლება წარმართები ადამიანის სახით წარმოიდგენდნენ, გმირების სახით წარმოიდგენდნენ ღმერთებს, უბრალოდ მათთვის ღმერთის ბუნების და ადამიანის ბუნების ერთად ყოფნა იყო წარმოუდგენელი, მაგრამ ღმერთის ადამიანური საქციელები წარმართისათვის არ იყო წარმოუდგენელი. სამაგიეროდ ეს უკვე იუდეველისთვის ხო წარმოუდგენელი, რაში რომ ღმერთს ხელი მოგიდო. ღმერთს ხელი მოგიდო კი არა, ხელთვალებზე ხელი უნდა დაიფარო, როგორ შეიძლება ღმერთს შეაფურთხო, როგორ შეიძლება ხელი გაარტყა მას, როგორ შეიძლება ჯვარზე მოკლა. რემზეა ლაპარაკი, როგორ შეიძლება ეს მივიღო? აი ესეთ სისულელეს ხადაგებს ქრისტიანობა, სისულელეს წარმართებისათვის, სასტურს იუდეველებისათვის, აი რაღაცა ისეთი შემოაქვს, რომელსაც არ მიიღებს არავინ. არ მიიღებს თავისი არც რელიგიური გამოცდილებით, არც რაციონალური შესაძლებლობებით. მიუღებელი მოაქვს რაღაცა ქრისტიანობას. და ის რომ ის ვრცელდება, ამისი ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს მის ერთადერთ მარსის გამსასვლელობაში. რომ პირველი დავხვით ეს არის ეს სხვაგვარი არის მისი გამსასვლელი, მის დამახასიათებელი და მეორე მისი ძალა, მისი წყარო ვერანაირად ვერ იქნება მისი წყარო აუცილებლად არის ზეცა. აუცილებლად არის ზეცა. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ასევე ხაზგასასმელია იმისათვის, რომ ქრისტიანობის არსზე გავამახვილოთ ყურადღება, გახლავთ მეგობრებო, ის რომ აი თემური მაცაკო თავის დროს ეს რეფლექციაში არც ერთი რელიგიის ავტორი არ ამბობს, რომ არის ღმერთი. ყველა რელიგიაში, იუდაიზმში პატარა გამონაკლისი ყოფილა, იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, ბუდა არ ამბობს, რომ არის ღმერთი. მუჰამედი არ ამბობს, და ძალიან სწორადაც იქცევიან და კეთილსინდისიერადაც იქცევიან. აბსოლუტურად გასაგებია, ამბობენ, რომ მე ველაპარაკება ღმერთი. აი რაც გვეთქვამთ, ეს მოგიტანეთ თქვენ. და ძალიან კეთილსინდისიერად იქცევიან ამას. ქრისტიანობა არის რელიგია,
რომელიც ღმერთმა კი არა უწყდა ადამიანს. თვითონ წინასწარმეტყველს თვითონ მოვიდა ღმერთი ამ რელიგიის დამარცხებად. ამ რელიგიას ქადაგებს არა ადამიანი, ამ რელიგიას ქადაგებს თვითონ ღმერთი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს მეგობრებო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომელიც მოიტანა ძალიან სულიერად დახვეწილმა ან გონებრივად განვითარებულმა ადამიანმა. ეს არის რელიგია, რომელიც თვითონ ღმერთმა მოიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ესეთი მომენტია, ხო ცოტა სითამამე სითამამეს და მაპატრიოს მასწავლას. ადამიანი რო იყოს ღმერთი ვარო, ან მართლა ღმერთი ან გიჟი, ორიდან ერთი. Quando ვერ ბედავს თქვა ბუდა ვერ ბედავს ამას, მუჰამედი ვერ ბედავს ამას, თუ ნორმალური ლოგიკური ცანის. იესოებს. რომ ის და მამა ერთი. რომ ცხარო და იესო ნაზარეველის ცხოვრებას, იესო ნაზარეველის სწავლებას უყურებთ, მაშინ ვხედავთ უდიდეს ძალას და უდიდეს სიმშვიდეს. ვერსად ვერ ვხედავთ ისეთ რამეს, რომელიც შეიძლება გონიერებისგან რაღაცა ის იყოს, ხო, რაღაცასე დასვლა გვაკეთებინებდეს. ამიტომ ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელი არის, რომ მისი ავტორი არის არა ადამიანი, არამედ თვითონ ღმერთი. ღმერთმა, აი იუდაიზმი ეს არის რელიგია, მეორე ტაძარზე იუდაიზმზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ პირველი ტაძარზე იუდაიზმზე საუბარი მოსესმა, რომელიც ღმერთმა დიახ აუწყა ადამიანს. კი ბატონო. ეს მართლა ასე იყო. მაგრამ ქრისტიანობა ვრცელდება არა წინასწარმეტყველის პირით, არამედ ქრისტიანობა ვრცელდება უშუალოდ ღმერთისაგან. ეს ვიდრე წყაროა, პირველ წყაროდ ჩემთვის არის ღმერთი და არა ვთქვათ განათლებული ან ისეთი სულიერად დაწინაურებული ადამიანი. შემდეგი დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა ქრისტიანობის არსის განსამარტებლად, მეგობრებო, გახლავთ მისი კიდევ ერთი მახასიათებელი არამიწეურობისა. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა. აი ხა ვზივართ აქ, მე ვზივარ, გვერდით მიზის, შეგვიძლია ვთქვათ, მუსლიმი, იქით მიზის ბუდისტი, აქეთ ინდუისტი, იქით ათეისტი და მე ქრისტიანი ვზივარ და შემოვიდა ერთი ადამიანი და მოზოგარეთ დგას ერთი ყოფილი ათეისტი და მივიდა დასკვნები, რომ ღმერთი არსებობს, რომ ათეიზმი სისულელეა, მაგრამ ვერ აურჩევია რომ ეს რელიგიას გაყოს. ხა შემოვა და თქვენ რელიგია უკადაგეთ და რომელიც მოეწონება იმას აიცოს და იმას გაყოლა. ყველაზე არახსახარბიელო მდგომარეობაში ვიქნები მე როგორც ქრისტიანი. რა უნდა უთხრა ციტამკაც? ამ კაცს უნდა უთხრა რომ შენ ყველა ეუბნება რომ აი ბედნიერი იქნები თუ ამ ხომებს გავყვები. ყველა შევპირდებით ბედნიერებას გავსოთქოთ ჩვენ თქვით რომ რელიგია ბედნიერების პირობის გარეშე არ არსებობს. ყველა რელიგიის თავარი მიზანია ადამიანის შეპირდეს ბედნიერება. მე ბედნიერებას არ შეიძლება შევპირდეთ შენ. შიმშილში, წყურვილში, დევნაში, სიგელხაკეში. ეხლა თუ მინდა ამ კაცის ისა, ხო, პირიქით რაღაცები უნდა რაღაც მოვაფერო, უნდა უთხრა, რომ შენ თუ იქნები ასე, შენ გარშემო აი რაღაცა ძალა შეეკრიბება, იქ სოფლებს დაიკრო, თუ იქნები ასე, იქ რაღაცა ის გექნება, რა ქვია, შენი ქსელი გექნება, რა. ისეთი რაღაცები უნდა უთხრა, რომ ამ კაცს უნდა უთხრა, რომ როგორც კი ქრისტესთან ხარ, შენ გექნება დევნა, გექნება მარტოობა, გექნება ტკივი, რატო უნდა გაყოს? რატო? გონებით თუ დაფიქრდება ქრისტეს არ უნდა გაყოს. ლოგიკა ქრისტესთან ლოგიკა ვერ მიიღოს ქრისტესთან. აი სულიერი აზროვნება კი მიიღოს. მადლი კი აჩვენებს რაღაცა მეტს, რომელიც სხვა რელიგიებში ვერ ნახავს ის. რა არის ეს მეტი? ეს მეტი არის მისი არამიწივრობა. ეს მეტი არის მისი განსხვავებული ხასიათი, განსხვავებული ბუნება, სხვანაირობა. და სწორედ ამიტომ თუ მას მართლა ღმერთი უნდა უცილებლად ქრისტიანობისკენ გააკეთებს აქცენტს. სწორედ აქედან გამომდინარე, რატომაც ის ამ სულიერი ლოგიკით აქცენტს გააკეთებს ქრისტიანობაზე, კიდევ ქრისტიანობის არსის ერთ განსაზღვრას უნდა მივაქციოთ ყურადღება მეგობრებო, ეს გახლავთ ის რომ ქრისტიანობა როგორც რელიგია თავის თავში გულისხმობს იმას რომ სამომავლო ბედნიერება, ანუ ის ბედნიერება რის გამოც მან ქრისტიანობა წესით უნდა აერჩიოს. ეფუძნება აღდგომის იდეას. ახლა ეს აღდგომის იდეა
თავის თავოცხადია ახლა თემურისთან გამოსვლა ლექციები იყო ინდუისტი და ბუდისტი ვერ იქნება, იმიტომ რომ პიროვნული მყოფობა არ არის და იქ სხვა იმაზეა საუბარი, მაგრამ ისლამში, იუდაიზმში გვაქვს აღდგომის იდეა. მაგრამ პრობლემა ნაშია. პრობლემა იმაშია, რომ აღდგომის შემდგომი სამყარო სხვა რელიგიებში არაფერთ არ სხვაობს იმ სამყაროსაგან, რომელიც სამყაროს ამფორმა დაავს ადამიანს. უბრალოდ იქ რაღაცა მოგებას ნახულობს. იქ რაღაცისთვის ისვისაც იბრძოდა იმის ანაზღაურებას პოულობს. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობა აღდგომაზე როცა საუბრობს, ანაზღაურებაზე არ საუბრობს ნამდვილად. რაღაცა სხვა რამეზე ძალიან მნიშვნელოვან საქციელს ყურადღებას. აღდგომაზე როცა საუბრობს, ის აკვირდება და ის ამბობს, რომ აღდგომა ხდება გარდაცვალების შემდგომ, ხოლო გარდაცვალება პროდუქტია რაღაცა პრობლემისა, რომელიც ადამიანშია წარმოდგენილი. რა არის ეს პრობლემა, კაცო ჩვენთვის? ეს არის ავადმყოფობა. ადამიანი არის სნეული. ქრისტიანობა ამას ეუბნება ადამიანს, რომ შენ ხარ ავად. ზოგადად კაცობრიობა კი არ არის და არა კონკრეტულად შენ ხარ ავად. და როდესაც ამ ავადმყოფობის ნიშნებზე საუბრობს, ეუბნება, რომ ავადმყოფობას აქვს აი ეს ბოლო, გაიხლიჩება შენი მთლიანობა, შენი სული და შენი ხორცი ერთად ვეღარ იქნება, ეს ამ ავადმყოფობის ბრალია. მაგრამ შედეგად ეს იქნება არა სულდაცილებული, არამედ შემდგომ აღდგება, ანუ შეერთდება. აი ამ შეერთების შემდგომ, აღდგომის შემდგომ ქრისტიანობა ბედნიერებაზე როცა საუბრობს, აღდგომის შემდგომ ბედნიერებაზე როცა საუბრობს, ასეთ რამეს ამბობს. რომელიც ბედნიერება ყველასათვის არის მიცემული, მაგრამ ყველასთან არ არის მისული, ყველა არ იღებს მას, რატო? იმიტომ რომ ამ ბედნიერება მეორენაირად განისაზღვრება როგორც განაღმრთობა. არა ღმერთთან მისვლა, არამედ ღმერთში შესვლა, არა ღმერთთან დგომა, არამედ ღმერთი შენში შემოსვლა. გამგდობის დეტალი, რომელიც აღდგომის შემდგომ ქრისტიანობა ეუბნება, კაცობრიობას ეუბნება, რომ შენ იქნები ბედნიერი არა იმიტომ რომ ასე კარგად ცხოვრობდი, არამედ იმიტომ რომ შენში ცხოვრებას დაიწყებს ღმერთი. არც ერთი რელიგია ამას ადამიანს არ ეუბნება. არც ერთი რელიგიის ღმერთი ადამიანში ცხოვრებას არ იწყებს. ყველა რელიგიას თავისუფლად გითხარი და კი მეორებს, ყველა რელიგიას ადამიანი მიყავს ღმერთთან, ხოლო ქრისტიანობას ადამიანი მიყავს ღმერთში. ყველა რელიგია ადამიანს ეპატიჟება სამოთხისკენ. ხოლო ქრისტიანობას სამოთხე მოყავს ადამიანში, ღმერთი შემოყავს ადამიანში. ამიტომაც თუ კი გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, კიდევ ორ მახასიათებელს ვუყურებთ ქრისტიანობის არსისას, ქრისტიანობის შინაარსის განსაზღვრას. პირველი ეს გახლავთ მეგობრებო, ის რომ არც ერთი რელიგია არ დაინტერესებულა და ვერც დაინტერესდებოდა, არ უთქვია და ვერც იტყოდა იმას, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ არც ერთ რელიგიაში ღმერთი არ გამხდარა ადამიანი. არც ერთ რელიგიაში ღმერთს არ უკადრია, არც ერთ რელიგიაში ღმერთს არ დაჭირვებია ის, რომ გამხდარიყო ადამიანი. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებო, ამას იმიტომ კი არ ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან ან ნაკლებ მხურვალი ადეპტები ყავთ, ან ნაკლებ მოღვაწე ასკეზავთ და რაღაც ამდაგვარი არა. ამიტომ არა, უბრალოდ მათ რელიგიას, მათ ღმერთს ეს არ ჭირდება. მათ წარმოდგენებს ღმერთთან დაკავშირებით ეს მოუფიქრებელია, არ შეიძლება სასახდებოდეს, ხოლო ჩემთან ქრისტიანობაზე როცა მაქვს საუბარი, არსებითად ხარს უსვავ იმას, რომ ჩემი სამომავლო ბედნიერება, აღდგომის შემდგომი ბედნიერება გულისხმობს არა იმას, რომ ხორცი და სული ერთად იქნება, არავითარ შემთხვევაში. ეს არ არის ბედნიერება, ხორცი და სული ერთად იქნება. ბედნიერება არის, რომ ერთობაში შემოდის და იწყებს ცხოვრებას ღმერთი. აი ამას ვერც ერთი რელიგია ვერ ეუბნება ადამიანს, ესეც ქრისტიანობის განსაზღვრელი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, აი ამასაც რაც შეიძლება აი ამას მოყვებოდეს და ამასთან დაკავშირებით იყოს თქვენი გახლავთ მეგობრებო, ის რომ აღდგომაზე საუბრისას ქრისტიანობა ამბობს, რომ მისთვის მატერია არის ისეთივე ძვირფასი, ისეთივე ამაღლებული, ისეთივე ღვთაებრივი ქმნილება, როგორც სული. მატერია არ ქრება, ქრისტიანობა მატერიას არ ემტერება, ქრისტიანობა მატერიას არ იმაშება, რა ქვია, ბოროტებად არ მიიჩნევს, ამიტომ მისთვის
ნიშნეულია ის, რომ აღდგომა აუცილებლად გულისხმობს ამ მატერიის კვლავ პირველ ნიშანში იმას მოგცემას. ახლა ბევრია სასაუბრო, თავისთავად ცხადია, მე ახლა ყველაფერს რომ ვისაუბრო, აქ დიდი დრო გაგვივა, ყველაფერს ვერ შევეხებით, უბრალოდ ძალიან საინტერესოა მეგობრებო ერთი დეტალი და შემდგომად დასკვნის საკითხავარ ერთი დეტალი, რომელიც მართლა ქრისტიანობამ სიახლა შემოიტანა ამ ნიშნით, ეს გახლავთ შიშის ქრისტიანული გააზრება, რომ ის შიშს უყურებს აბსოლუტურად სხვა ნიშნით. ზოგადად ღმერთების ეშინოდათ. წარმართობაშიც, იუდაიზმშიც და ღმერთის წინაშე შიში ეს ბუნებრივი იყო, მაგრამ შიში ღმერთისა იყო იმიტომ, რომ სამაგიერო არ გადაეხადა ღმერთს. რაღაცას თუ გააკეთებდი, არ გაგიფლასდებოდა, რაღაცას თუ არ გააკეთებდი, მაშინ გაგიფლასდებოდა, ხო? ძველი ახლის ეკლესიაში და წარმართულ სამყაროში ამ შიშს თავისი ელფერი ჰქონდა, შეფერილობა ჰქონდა. ფუძე ერთი იყო ორივეს დამოკიდებულება, მაგრამ აი შეფერილობა სხვადასხვა ჰქონდა, ხო? რადგან ძველი ახლის ეკლესიაში მონოთეიზმი იყო და ერთი ღმერთი იყო, შიში ერთი ღმერთის წინაშე თავის თავში გულისხმობდა იმას, მეგობრებო, რომ რაღაცნაირად სხვა გამოსავალი არ იყო აი ეს ღმერთი ან დაჟიდან არ დაჟიდა. ამიტომ მისდამი ერთგულება ამ შიშის გადალახვა კი არ იყო. მისდამი ერთგულება იყო ამ შიშის წინ საჩუქრის მიღება. იმ დროს, როდესაც წარმართობაში რამდენიმე ღმერთი იყო, შიშის მკურნალობა საქმე ღმერთის წინაშე, კერპების წინაშე შიშის მკურნალობა ხდებოდა, რელიგიური მკურნალობა ხდებოდა, იმით რომ რაღაცნაირად რომელიმე ღმერთს, რომელიც შენს სურვილს მეტად აკმაყოფილებდა, იმას ამოირჩევდი და იმ შენი უნებების მიხედვით, შენი სურვილების მიხედვით იმ ღმერთისადმი მსახურება რაღაც გინეიტრალებდა მეორე ღმერთისადმი. თითქოს ეს ღმერთი მოგვეთა რაღაც მოლაპარაკებებს დაიწყებდა და ასე შემდგომ. მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის მეგობრებო ის, რომ ქრისტიანობამ განსაზღვრა საოცარი ნამახამისერი ამის ერთ დეტალს ვიტყვი კიდე და მე უკვე დასკვნისაკენ წავალთ, რომ ჩვენ ვიცით რა ქრისტიანობა მოიტანა სიყვარულის რელიგია, ხო მოიტანა სიყვარული ღვთისა, მაგრამ შიში კი არ გაუქრია. ეს არის ძალიან საინტერესო. რომ როდესაც ქრისტიანობა საუბრობს სიყვარულზე, აგრძელებს საუბარს შიშზე. ეს არ წყვეტ საუბარს შიშზე. აი ძალიან ისეთია დღეს გავრცელებულია თითქოს და თავის გამოსაჩენად და ვითომ რაღაცა მეტი ცოდნის იმისათვის, რომ თითქოს ეს როგორ რა თქვა ღმერთის სიყვარულია, ეს როგორ ღმერთი ამას როგორ გააკეთებს, როდესაც სიყვარულია და ღმერთი გამოყავთ ახლა წვერებიანი ბაბუას ის რობელზე და ეხსენებს პრის კაიშვილი მოგეშინია, ხო ამას მაინც გააკეთებდი ხო ვიციმე და რაღაცნაირად სხვა ღმერთის იხდება. ჩვენ როდესაც ღმერთი გვაქვს საუბარი, რომელიც სიყვარულია, მომდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ იმავდროულად ის სამართლიანიც არის. მისი სიყვარული სამართლიანობით იზომება და მისი სამართლიანობა სიყვარულის გარეშე გამორიცხული რაღაცა ორივე ერთად უნდა დავინახოთ, თუ შევძლებთ ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასწავლებს. რატომ ამბობს? შესთან დაკავშირებით, ვინაიდან ქრისტიანულ ლიტერატურაში არის ხაზგასმული, რომ შიში ღვთის არის ის, რომელსაც მივხვდით ღვთის სიყვარულამდე. ეს ძალიან ღრმა აზრია სამში. აი შიში სიყვარულს, აი ამიტომაც ქრისტიანობა როცა შიშზე საუბრობს არა ცრწოლაზე. ამეთ რაღაც სხვა რამეს შიშზე საუბრობს, სხვა რამეს უსვამს ხაზს. აი უკვე ქრისტიანობაში და იუდაიზმში ხო ცრწოლაა. შიშია კანკალია, რომ ეხმარება სამაგიერო არ გადააყენ. ქრისტიანობა კანკალზე არ საუბრობს, ამიტომაც ორ ნაწილად ყავს ქრისტიანობა შიშს. არის შიში, პირველი შიში არის, როდესაც გაქვს შიში მარადიული ტანჯვისა. რომ მე თუ უღმერთოდ დავჭები, ის სამაგიეროს კი არ გადამიხდის. აი მას მიეცეთ ყურადღება, რომ ქრისტიანს არ ეშინია იმის, რომ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს, ქრისტიანს ეშინია იმისა, რომ თუ უღმერთოდ იქნება, უღმერთობა გადაუხდის მას სამაგიეროს. არა ღმერთი პიროვნულად, რადგან არა ხალხთან ახლა ხალხი შედაგიქნა, არა თვითონ უღმერთობა, უღმერთო მდგომარეობა მას დატანჯავს, ამიტომ უღმერთობის შიში აქვს ქრისტიანს. ღმერთი შიში კი არ აქვს, არა უღმერთობის შიში აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი მაგალითად რო გითხრათ უძღებ შვილს არ ქონდა წარმოდგენილი მამის გარეშე ცხოვრება მასაც მოუტანდა, ამიტომ არ ქონდა ეს შიში და თამამად მიდის მამისაგან. აი შიშის არარსებობის გამო ეს კაცი უმამობა რაც ნიშნავდა, ამის შიში არ ქონდა.
და ამიტომაც თამამად მიდის თავისი მამისაგან. აი, როდესაც ასკეტურ ლიტერატურაში შიშის ამ ფორმაზე, უღმერთობის შიშის ამ ფორმაზეა ყურადღება გამახვილებული, იქ ბევრია საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია დასკვნა, რომ აი ეს შიში, უღმერთობის შიში, ადამიანში შობს ცოდვისადმი ზიზღს. ცოდვისადმი ზიზღს ამას მიაქციეთ ყურადღება. პეტრე დამასკელი პირდაპირ ამბობს, რომ აი ამ შიშის ნიშანია გეზიზღებოდეს ცოდვა და მრისხანებდე მასზე. გეზიზღებოდეს ცოდვა და მრისხანებდე მასზე. აი საოცარი რამ აღმოჩნდა. იმისათვის, რომ მიხვიდე ღმერთთან, იმისათვის, რომ მიხვიდე სიყვარულთან, რაღაც უნდა გეზიზღებოდეს. ამ ზიზღს გარეშე არ მიდიხარ. და ისწორედ როდესაც ამ ზიზღია საუბარი, აბა ისაი ამბობს ასეთ რაღაცა, რომ ადამიანში ბუნებითად არის ჩადებული ზიზღი უღმერთობისადმი. ანუ ზიზღი არა უღმერთოსადმი, არამედ უღმერთობისადმი. ზიზღი არა ცოდვილისადმი, არამედ ზიზღი ცოდვისადმი. გესმით ხო განსხვავება რაც არის თავისუფლად ოქროპირი სიტყვები გითხარით, რომ გძულდეს მეძავობა და არა მეძავი, გძულდეს ავაზაკობა და არა ავაზაკობა. რომ თვითონ ცოდვა ის არის მთელი ისა და აი ეს შიში, როდესაც ადამიანში ჩება უღმერთობის შიში, ეს შიში მას მიუთითებს სწორედ ამაზე, რომ უღმერთობის გამოხატულებები არის ეს უნებები, ეს ცოდვები, რაც შეგაცილებს მამას. აი ამ პირველი შიშის შემდგომ ადამიანში იწყება მეორე რიგის შიში, ეს არის უკვე როდესაც ის მიახლება სიყვარულს და უჩნდება შიში, არ დაკარგოს ისაც სადაც მიიღო. და პირველი რიგის შიშს მამები უწოდებენ მონის შიშს, ხოლო მეორე რიგის შიშს უწოდებენ მეგობრის შიშს, რომ აი ეს ორი შიში უკვე ძეობას აწყობს ამის შემდგომ ადამიანს, სადაც უკვე მოციქული ამბობს, რომ სიყვარული შიშს მთლიანად განდევნის და იქ უკვე აღარ არის ეს არაფერი და ცეხტები უკვე ყოველთვის თავის თავისხალია მართლის ვერიც აღწერილი. შემდეგ კიდე ერთი დეტალი, რომელსაც მივაქცევ ყურადღებას და უკვე წავიდე და სასწაულისაკენ, ბევრი ამასაც ალაპარაკო, გახლავთ ის, რომ ვიცით თქვენ თქვით უკვე რამდენჯერმე, რომ ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია, ეს არის ერთადერთი რელიგია, რომელსაც ნამდვილი სიყვარული გააცნო ადამიანს. და აი ამ სიყვარულის დროს ქრისტიანობა საუბრობს სიყვარულის საოცარ პროდუქტზე, ეს არის ოჯახი და ადამიანის დამოკიდებულება სხვასთან, ხო, სიყვარულის გარეშე სამოთხეში ვერ დარჩა ადამიანი, სიყვარულის გარეშე ღმერთთან ვერ მივა ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, როდესაც სიყვარულზე საუბრობს ადამიანი, ქრისტიანობა ადამიანს ეუბნება, რომ შენ კი არ უნდა გიყვარდეს უბრალოდ. აი, დედას რო უყვარს შვილი, ეს არის ბუნებითი ცნობა, ხო, ხა დედას შვილი უნდა უყვარდეს, ახლა არის გამონაკლისი, როცა არ უყვარს და გასაგებია, ხო? არის საშინელი ისა, გამიგონია მაგალითად ძალიან მძიმე მდგომარეობა, დედას უყვარს, დედას უარ გამჩენოდება და ესე იყო გამწარებული თავის შვილისაგან, ხო? საშინელი მდგომარეობა. ამაზე არ თავის თავისადეს უკვე, ხო? შობლოს რო უყვარს შვილი, ეს არის რაღაცა ისეთი და ცხოველსაც უყვარს, სანამ გაიზრდება თავის ნაშიერი ეფერება და იმაშება, ხო? ამაზე არის საუბარი. აი, როდესაც ქრისტიანობა ადამიანს ესაუბრება სიყვარულზე, ეუბნება, რომ შენ კი არ უნდა გიყვარდეს. ღვთაებრივად უნდა გიყვარდეს. სხვაგვარ სიყვარულზე ესაუბრება, აბსოლუტურად სხვაგვარ სიყვარულზე ესაუბრება. რაღაცა ისეთზე, რომელიც მეტი ადამიანურ სიყვარულზე. აი, ამიტომაც აი, როდესაც საუბარია ღმერთის სამართლიანობაზე, ღმერთის სიყვარულზე, აქ გაგიქონია სად არის ამ დროს ღმერთის სამართლიანობა, ხო? აი, ესეთ რაღაცა სიტყვები მხოლოდ სამართლობას ნახავენ, ღმერთის სად არის ამ დროს სიტყვები, ხო, ამას გამწარებული და აი, ამ დროს ხშირად ჩდება ხოლმე სასტური, იცით რომ ჩვენ ხშირად გვინდა ღმერთი იყოს ისეთივე სამართლიანი, როგორც ჩვენ საზომებს შეესაბამება. ჩემი შეხედულების სამართლიანი უნდა იყოს. ამბობს ღმერთი გეუბნება მე ესეთ სამართლიანი ვერ ვიქნები. მე მხოლოდ რომ მიყვარს ისეთი სამართლიანი ვიქნები. როდესაც მე ხშირად ღმერთის სამართლიანობას ვითხოვ ვიღაცა ისეთისადმი, რომელთანაც მე სიყვარულისგან დავკარგე, ან თან გამომწანა, რაღაცა შემაწუწუნა და რაღაცა მოხდა საშინელება, ხო? ღმერთი მეუბნება ეს საშინელება, რომელიც შენ შეგაცდუნა, ჩემთვის ჩემი შვილის საშინელება. როგორც შენ მიყვარხარ, ისე მიყვარს ის. ამიტომაც ამ დროს ღმერთი ეუბნება ადამიანს, ქრისტიანობა ამას ასწავლის. რომ შენ ამ დროსაც უნდა გიყვარდეს ის სხვა. როდესაც შენგან აი ამ სამართლიანობას ითხოვ. სიყვარულით უნდა ითხოვდე ამას აუცილებლად. და
და როდესაც ამას ეუბნება სიყვარულის ასეთ საზომს აძლევს, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს არა მარტო ადამიანად, არამედ ღვთაებრივად და შესაბამისად ეუბნება, რომ უნდა უყვარდეს მოყვარს, როგორც თავისი თავი და მთელი უნდა უყვარდეს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ამაზე ახლა დროს არ გავიყვან. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა ის, რომ როდესაც ქრისტიანობა საუბრობს სიყვარულზე, წმინდა წერილი საუბრობს სიყვარულზე, მის ახალი აღქმის ნაწილში არც ერთხელ, როდესაც ოჯახს ახსენებს, არც ერთხელ ოჯახში შემდგომ ქორწინების საქმეა მომენტის შემდგომ შვილთა ხმაზე არ აუსაუბარ. ქრისტიანობა სიყვარულს, ქრისტიანობა ქორწინებას არ განიხილავს როგორც მიზანს გყავდეს შვილი. ქორწინებაში დევს სხვა საიდუმლო. რა საიდუმლოა ეს? ეს არის ერთობის საიდუმლო. უნდა პავლე პირდაპირ მე ვიტყვი ქრისტესა და მისი ეკლესიისათვის. ქრისტიანობა მესიახლე შემოიტანა სწორედ. ოჯახს კი არ დაუპირისპირა. არა, მაგრამ წყვილის ერთობაში, მამაკაცის და დედაკაცის ერთობაში რაღაცა უფრო მეტი ნახა. ვიდრე ხორცული ურთიერთობისათვის აუცილებელი რაღაცა ინსტიტუცია. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ქალს მისცა ძალიან ამაღლებული, ქალთან ურთიერთობას, ქალთან ერთობას ძალიან ამაღლებული, ძალიან სულიერი დანიშნულება მისცა, ძალიან დიდი შინაარსი ჩადონაში. როდესაც უთხრა, როდესაც გვითხრა, რომ ეს არის რაღაცა ერთობის საიდუმლო. მაგალითად, პლატონთან არის, ხო, რაში მჭირდება ოჯახი. ქორწინება რაში მჭირდება და ყავდეს შვილი, ქალი მჭირდება, ცოლი მჭირდება იმისათვის, რომ ყავდეს შვილი. რატო? რომ შვილი რომ ეყოლება ჩირავანი, რომელიც გადაუცა მამაჩემ, უნდა გადაუცეთ ჩემშვილს. მე იმანაც ცოლი უნდა მოიყვანოს, იმიტომ რომ ყავდეს ჩირავდის გადამცემელი და სანამ აი შთამომავლობა იქნება ეს ჩირავდანი, აი ვიღაცა თუ გაჩნდება ისეთი, რომელსაც ცოლი არ ეყოლება და შვილი არ ეყოლება, იმას ჩირავდის გადამცემი არ ეყოლება და გვარი ჩაქრება, ხო, ჩირავდანი დავარდება, ხო? ქალი ჭირდება, რომაულ სამართალში ქალი რა იყო, პირდაპირ არის, ხო, ნათქვამი, ხო? იპოდრომი ჭირდება გართობისათვის, აბანოები განწყობისათვის, ქალი თავს აღშვიდებოდ, ხო? ნივთი იყო, სხეულის იყო, საგანი იყო, რომელიც უნდა მოგეხმარა მეტი არაფერი. ქრისტიანობა ეუბნება ადამიანს, საოცარამეს, რომ ადამიანი გამრავლების ფუნქცია რა აქვს ერთობას ყველაზე კარგად, რაც უფრო დაგვეთით მაგრამ ბიოლოგიური ორგანიზმი რაც უფრო დაბალ განვითარებულია, უფრო მეტი პოპულაციით, აი ერთუჯერდიანი უფრო მეტად მრავლდება, მე ორგანიზმი რაც უფრო იხვეწება და რაც უფრო რთული ხდება, პოპულაცია უფრო მცირდება და მცირდება და ადამიანთან როცა მივა, ხო შეიძლება საერთოდ ადამიანი ბერძი ამბობს შვილისათვის შეიძლება დააჩინოს. ვინ იტყვის და ვინ გაბედავს ქორწინების საიდუმლო, რომელიც შედგა და ამის შემდგომ წყვილ შვილი არ ეყოლა, ის საიდუმლო არ აღსრულდა, ამ დღეს ვინ გაბედავს. არც არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს საიდუმლო ამისთვის არ დასრულება, ამ საიდუმლოს უკან მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი რამე დგას. როდესაც ნათქვამია ძველად ხმაში როგორ იყო ის მეგობრებო, ქალს რომელსაც შვილი არ ჭდებოდა, ითვლებოდა დაწყევლად. წყევლად ითვლებოდა და ასეთი ქალი იყო ძალიან უბედური. ძალიან უბედური ღვთისმშობლებიც ასე იყო, ნიორაფესოვის მშობლებიც ასე იყო, ხო და ჩვენ ძველი ართმის ეკლესიაში გვაქვს საოცარი მაგალითები, სადაც ქმარს რამდენიმე ცოლი ყავს, მაგრამ უყვარს მაინც და მაინც ბერძი. აი ძალიან უყვარს ბერძი, ანუ ვინც დაწყევლილია, ვინც თითქოს ხვეთისაგან ის არის. გადააბიჯებს ამ წყევლის, გადააბიჯებს ამ შეშის იმასით, რომ ძალიან უყვარს ეს და უყვარს ვერაფერს. წყევლა ვერ აშენებს და ძალიან დიდი ადამიანები არიან. და როდესაც ქრისტიანობა ამაზე საუბრობს, ბოლოს იტყვის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს არა მარტო ბერძი ბუნებითად, არამედ ბერძი როგორ ნებელობით შეიძლება ქალწულების აღქმაში შემოდის. ეს ქალწულების აღქმა არის რაღაცა ძალიან დიდი, რომელიც აი ამ სიყვარულს ყველაზე მაღალ საფეხურზე აყენებს. და ბოლოსათვის ჩვენ საუბრობთ დღეს ქრისტიანობის არსის განსასაზღვრავად და ეს უშედეგო გამოხორციელეთ იმისათვის, რომ დაგვენახა რა არის ჭეშმარიტი არსი ქრისტიანობისა. რა არის ჭეშმარიტი მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რაღაცას. მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რაღაცას. სამ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მაგარ განთავისუფლოთ თქვენ. ეს უნდა გაგონთავისუფლოთ, საუბრობთ ხო ჩვენ ამაზე. ქრისტეს არ მოუტანია არც პოლიტიკური, არც სოციალური
მოძღვრება. ამიტომ რისგანაც ჭეშმარიტება გვანთავისუფლებს, ეს გახლავთ ილუზია. ეს გახლავთ ილუზია, რომელსაც იქმნის ადამიანი, რომელსაც დაცემული ძალა უქმნის ადამიანს, ტყიდან საკუთხეში დაცემისა დღევანდელ დღემდე. ეს ილუზია, რომელიც ადამიანს აშორებს ღმერთისაგან. მაქსიმალურად აშორებს, რომ ილუზიას აქვს ძალიან მახინჯი და ძალიან საკვალი რა. გარდა იმისა, რომ აშორებს ღმერთისაგან, გარწმუნებს, რომ შესაძლოა ეს არის აქ საშინელება. თვითონ ცოდვის ის აი, რომელიც მოდის სიკეთის სახით, ხო? აი მაგალითად სიტყვაზე თქვა, აი ბოდიში უნდა უწოდესთან მოიხადო, ხო ვიღაცა შეიძლება დაეცეს ხო იმუშოს. იმ მომენტში შესაძლებელია ეს თავს ვერ იკავდე, მაგრამ მე ხვდება რომ ცუდი რაღაცა გააკეთა. მაგრამ აი ილუზია რომელიც მოდის, ხო? ადამიანს ამ დროს ეუბნება მე რა მოხდა. ადამიანი ხა დასაშვებია და ის უკვე გამყარებას იწყებს, ანუ ცოდვის შემდგომ ეს ილუზია ეს ყველა საშინელება. ამიტომაც აი ჭეშმარიტების გააზრება, რომელსაც ქრისტიანობა გვთავაზობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტებისადმი მიდგომა ორგვარია: ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური. ონტოლოგიური მიდგომა რას გულისხმობს? იმიდან მოდის აქვე პლატონიდან მოდის. ჭეშმარიტება არის ობიექტური სინამდვილე, ანუ ჩვენ გარეშე არსებობს. ჭეშმარიტება ისეთი რაღაცაა, მე ასე ვიქნები, ისე ვიქნები, ვიქნები თუ არ ვიქნები, ის მაინც არსებობს მოცემულობაში. ძიათა სამყაროში მოცემულობაში. ეს რაღაც იმდაგვარია, აი პლატონი ახლოს მიდის ძალიან ხო თავის ძვაზე გახსოვთ ხო ამბობთ რომ ადამი არ ეძებს რა არის ჭეშმარიტებას, ადამიანისათვის მიცემულია ჭეშმარიტება. ადამი რაღაცა 8 წელს არ მოიმოქმედოს რომ ამის გამო მოიპოვოს 60. ხო ის მიცემულია იმისთვის. აი გნოსეოლოგიური მიდგომა ჭეშმარიტებისადმი მეგობრებო როგორია ეს მისთვის ჭეშმარიტება არის ისაც გონებით საწნობია. ცალკე ჭეშმარიტება ობიექტურად კი არასწორია, აი გონება რასაც მიწვდება, აი ეს ყოფილა ჭეშმარიტება. რასაც ვერ ვწვდება მისთვის ის არ არსებობს. აი ეს ორი მეთოდი, ეს ორი მიდგომა ჭეშმარიტება. აი თანამედროვე სამყარო გამოიგონა, მივიდა აქამდე, შეძლო მესამე რაღაცა შეექმნა და სახელი არც ვიცი ამას აქვეა მოკლეს რელატიური შეხედულების მოხმარდა ძალიან. რას ამბობს თანამედროვე სამყარო ამბობს რომ ჭეშმარიტება მართლა ობიექტურად არსებობს, ჩვენ გარეშე არსებობს. მაგრამ სულს კითხავს რა არის ჭეშმარიტება? და თანამედროვე სამყარო პასუხობს. აი როგორც მივიღებ, აი ესეთია ჭეშმარიტება. ის ჩემს გარეშე არსებობს, მაგრამ რა არის? უკვე ჩემს ზე დამოკიდებული. ამიტომაც რა გახდა? სამყარო როგორი გახდა? მულტიჭეშმარიტებები შემოვიდა. გესმით რა არის ყველაზე პრობლემატური? ქრისტიანობის არსებობს საუბრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გააზრება, რომ მულტიჭეშმარიტება ეს გახლავთ ყველაზე დიდი ჩიხი, სადაც შეიძლება შევიდეს ძალიან დიდი სახელი ჩიხის გასაგრება აღჭერში. რელატივიზმი შეთხობით არ მიხსენებია, იმიტომ რომ როდესაც აი მე ვარ და ჩემი მეგობარია, ხო, სიტყვაზე ვთქვა, შეიძლება მე და ჩემი მეგობარი შევთანხმდეთ რაღაცაზე, მაგრამ აი როდესაც არის ადამიანთა სიმრავლე, ხო? ყველას უფლება დაცული, შენს მართალი უნდა იყო და მეს მართალი უნდა იყო, რანაირად. და ამან რა გამოიწვია? რას დრო გადის შეუთანხმოება, დაპირისპირება, სიძულვილი უფრო მატულობს და მატულობს. ის რაც კეთდება ადამიანის სათვის უღმერთოდ, აუცილებლად ადამიანის წინააღმდეგ იქნება მოქცეული, აუცილებლად. და შედეგები წინ იქნება კიდე. ამიტომაც როდესაც ჩვენ აი ჭეშმარიტებაზე ანუ საუბრობთ, ხო, ჭეშმარიტების ანუ ქრისტეს ხედვა ხდება 4 სახით. პირველი ქრისტეს ხედვა ხდება ბორბოს თვალით, როდესაც ბორბოს უნდა რელიგიური გართობა, ხო, სასწაულები, რაღაცა იქ სანახაობები, რაღაცა იქ ჭვიალა სანთლები და რაღაცა ასეთი რაღაცა ბორბოს უხარია ეს ყველაფერი. ხო, აი შევიკრიბოთ, მოდი აი შობა აღვნიშნოთ იმით, რა ხლაპუშკები და რაღაცები, ხო და როგორ გავერთეთ შობა დღეს, აი მოდით რაღაცა აღდგომა დღეს რაღაცა ისინი გავაკეთოთ, ხო? ანუ რაღაცა ეს გარეგნული ეფექტები, ეს ბორბოს თვალით დანახული ჭეშმარიტება, ბორბოს თვალით დანახული ქრისტე არის მეორე ქრისტე, მეორე ხედვა ქრისტეს, ანუ მეორე ხედვა ჭეშმარიტების, ეს არის პილატეს თვალით დანახული ჭეშმარიტება, როდესაც პილატე ეკითხება ქრისტეს, რა არის ჭეშმარიტება? როგორ ფიქრობთ რა ეკითხება? არ აინტერესებს. უბრალოდ ეს კითხვა არის, რაც მას შინაგანად მის პიროვნებას წარმოაჩენს და პილატე კი არ წარმოაჩინა
მთელი წარმართული სამყარო წარმოაჩინა. რომ არ აინტერესებს უკვე სამყაროს რა არის ჭეშმარიტება. დაუსვე ეს კითხვა და წავიდე. რომ მოტრიალებულიყო, სხვაგვარად რომ მოტრიალებულიყო, გაახსენდებოდა და კიდევ ერთხელ გაიგონებდა ისაც ნათქვამი იყო, რომ თავად ჭეშმარიტება იდგა მის წინაშე. და რა იყო ჭეშმარიტება ამ კითხვაზე პასუხს თავისთავად ხალხი მიიღებდა, ამიტომაც ქრისტიანობაზე როცა ვსაუბრობ, მეგობრებო, მიაქციეთ ყურადღება. ჩვენ არ ვამბობთ რა არის ქრისტიანობა. ჩვენ არ ვამბობთ რა არის ჭეშმარიტება. ჩვენ ვამბობთ ვინ არის ჭეშმარიტება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქრისტიანობაზეა საუბარი. მესამე სახის ხედვა ქრისტეს, მესამე სახის ხედვა ჭეშმარიტების და გახლავთ მოციქულების ხედვა. მაბატით გახლავთ ხო იუდას თვალით მაბატით გახლავთ იუდას თვალით ხედვა, ეს მესამე იუდას თვალით ხედვა, რომელიც ქრისტიანობას ანუ ჭეშმარიტებას ქრისტეს მიიღებს იმდენად რამდენად დაწყობს. კი არ უარყოფს. მაგრამ რაღაცები რაც არ აწყობს არ მიიღებს. სადღაც ალბათ მიყვება, მაგრამ იმის იქით აღარ დაყვება. რატო? აღარ ჭირდებოდა. და მეოთხე სახის ქრისტიანობას გახლავთ მოციქულების თვალით დანახული ქრისტიანობა. ჭეშმარიტება მოციქულების თვალით დანახული ჭეშმარიტება ბლეს პასკალი ამბობდა ასეთ რამს, რომ მხოლოდ იმ ქრისტიანების სწავს, რომლებმაც თავიანთი თავი მისცეს ქრისტეს. რატო? იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე მეტად გესმის რა არის არსი ქრისტიანობისა. ყველაზე მეტად ხედავ რა არის შინაარსი ქრისტიანობისა. ის რომ შენ უარს ამბობ შენი ვნებები ცხოვრებაზე და შენში ცხოვრებას აწყებინებ თავად ღმერთს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.